ირმა გრიგოლიას დღის ამბებს 4-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამასობაში კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით კრემლი თურქეთში, სომხეთსა და ყაზახეთში არსებულ ტურბულენტურობით შეწუხებულია და რუსეთის საზღვრებთან ისეთი ვითარება მოსკოვის შეშფოთებას იწვევს და რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და აანალიზებს მდგომარეობას. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ასეთი განცხადება გააკეთა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვიჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში შეიარაღებული კონფლიქტის კერების გაჩენის ალბათობა შენარჩუნებულია. ისეთი კრიზისული სიტუაციები, როგორიცაა სირიაში, შესაძლოა განმეორდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ცენტრალურ აზიისა და სამხრეთ კავკასიაში. ასეთი შემთხვევაში კი რუსეთი იძულებული იქნება ადეკვატური რეაგირება მოახდინოს პოტენციურ საფრთხეებზე. განაცხადა სერგეი შოიგუმ. გვიახლოვდება თუ არა საფრთხეები იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველოს გარშემო და მსოფლიოში ხდება. ამ წუთებში არეულობაა და პოლიციის ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს ალმა-ატაში. სავარაუდოდ არატრადიციული ისლამის მიმდევარმა მამაკაცმა დღეს დილით პოლიციის შენობასთან უმისამართო ცეცხლი გახსნა. გარდაცვლილია უკვე 4 ადამიანი. ზუსტად ამ წუთებში კი 24 საათზე მეტია უკვე 30-მდე შეიარაღებულ პირს ერევნის პოლიციის განყოფილებაში ძევლები ყავთ აყვანილი და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. 2 დღის წინ იყო თურქეთის საფრთხე, რომელიც მეტისმეტად გვიახლოვდება. დღის ამბებში 2-ზე ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სკანდალური ინფორმაცია გააკეთა, რომ საქართველოში ფათულლა გიულენის დაფინანსებული საგანმანათლებლო კერები საფრთხის შემცველია, რადგან ზოგიერთ მათგანში რადიკალურ ისლამს ასწავლიან. ძალიან საშიში პროცესები არის რეგიონში დაწყებული. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოგანმა პირდაპირ განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალება თურქეთში კოორდინირებული იყო შეერთებული შტატებიდან და დაასახელა სახელი და გვარი პირდაპირ ფეთჰულაჰ გიულენის, რომელიც არის ერთ-ერთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდელი, თუმცა თუ შეხვალთ მის საიტზე, ის თავის თავს გარდა იმისა, რომ მილიარდელი, ასევე ეძახის ისლამის ცნობილ ქალაქებას. რეალურად ის არის ისლამის ახალი სახის ინტერპრეტაციის ინტერპრეტირებული მიმდინარეობის შემქმნელი, არატრადიციული ისლამის, თუ შეიძლება ესე ითქვას, ზოგჯერ პოლიტიკურ ისლამს ეძახიან ამას და მას საქართველოში აქვს ძალიან სერიოზული ბიზნეს და პოლიტიკური კავშირები. ფეთჰულაჰ გიულენმა აქ დაარსა კომპანია ჩაღლარი, რომელიც ფლობს თელქსელს ეგრეთ წოდებული საგანმანათლებლო დაწესებულებების, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც ასე ეძახიან, რეალურად მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში მიმდინარეობს ახალგაზრდების, როგორ გითხრათ, ესეთი რადიკალიზაცია, არატრადიციული ისლამის სწავლება. თურქეთის საქართველოში აქ ის ფლობს, რაც მე ვიცი და რასაც ვამტკიცებ, 18 ასეთ დაწესებულებას. ერთ-ერთი მაგალითად ბათუმში არსებული რუ შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმი ეგრეთ წოდებული. მე მინდა მადლობა გადაუხადო თურქეთის კონსულს, პირდაპირ გამოვიდა და ჩემზე უფრო რადიკალური შეფასება გააკეთა. მან პირდაპირ თქვა, რომ ამ დაწესებულებაში და ასევე სხვა დაწესებულებებში მიმდინარეობს რეალურად ტერორისტების გადამზადება. და სწორედ ამ თემებზე უკვე კეთდება განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაში. ვიწყებთ საქართველოს განათლების მინისტრის კომენტარი, თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები ბათუმში მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის მიერ ტერორიზმში ან სხვა სახის უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის საფუძველი. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელოვამ განაცხადა, თუმცა მინისტრი იქვე დასძენს, რომ ამ დროისთვის აღნიშნული მტკიცებულებები არ აქვს. ჯეჯელოვას თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფინანსდება, მათ შორის საქართველოშიც სკოლების მთელი ქსელი არსებობს. მინისტრის თქმით, თურქეთში დაგეგმილ ვიზიტზე ხვალ იქნება ეს საკითხი განხილული. მანამდე კი საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბათუმში. თურქეთის
გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ ამ თემაზე არასწორად იქნა წარმოდგენილი და იყო განცხადებები ინტერპრეტირებული. აქვე კი რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გაგაცნობს სწორედ ამ თემაზე, ბათუმში მოქმედი თურქული სკოლების ფუნქციონირებაში პრობლემას ვერ ხედავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თითქოს შაჰინის სკოლა ლიცეუმს ფეთჰულა გიულენი აფინანსებს. ამაზე გაკეთდა კომენტარები საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მე მგონი გაუგებრობა ამოწურულია. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს ირაკლი ღლონტი, ლევან ხაბეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და სანდრო ბრეგაძე, მე მათ მივესალმები და მინდა რომ პირველი კითხვა დაუსვა სწორედ ამ თემაზე. გსმენია თუ არა ამის შესახებ რამე დიმიტრი ლორთქიფანიძე დავიწყებ საუბარს. ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენ გსმენია თუ არა რაიმე მსგავსი, რაზეც 2 საათიან ეთერში საუბრობდა ჯონდი ბაღათურია? პირველ რიგში ნევა მომეცით მიუსამძიმრო გარდაცვლილთა გამო მათ ჭირის უფლებს ნიცაში, ასევე სტამბულში, მთლიანად თურქეთის იმ ლოკალურ სივრცეებში, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა ამ დღეების განმავლობაში. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მწვავედ და დრამატულად ვითარდება მოვლენები ალმა-ატაში, სადაც უკვე არის მსხვერპლი და ასევე სომხეთში, რომელიც ძალიან სერიოზული კრიზისისა და აფეთქების ზღვარზეა, ვინაიდან უკვე მესამე დღეა ანტიკრიზისული, ასე ვთქვათ, ოპერაცია თუ ანტიტერორისტული, როგორც გნებავთ დავარქვათ, მწიფდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შავ ღრუბლებს კრებს საქართველოს გარშემო, ქალბატონო ინგა და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, თემა, რომელიც პირველ რიგში მე ჩემი ღრმა პატივისცემის და მიუხედავად ბატონი ჯონდი ბაღათურიას მიმართ, პირველ რიგში მინდა, რა თქმა უნდა, დავეყრდნო თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებას, ვინაიდან ეს განცხადება აპრიორი იწვევს ვალდებულებას ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის მხრიდან, რომ სასწრაფოდ დაიწყონ მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის დიპლომატიური აგრიმანი, რომელიც მიღებული აქვს თურქეთის ელჩ და შესაბამისად ის მოქმედებს გენერალურ კონსულზეც, რა თქმა უნდა, ასეთი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოძიებისა და რეაგირების დონეზე სავალდებულოს ხდის ჩვენი ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან. თუმცა თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით არაერთი წლის და აქამდე მსგავსი ინფორმაცია თქვენ არ გქონიათ, ხო, ბატონო? დაგიკონკრეტებთ, მე მინდა პირდაპირ გაგცეთ პასუხი, სანამ ამ პასუხს გაგცემდეთ, მანამდე ბატონი კვირიკაშვილისა და შესაბამისად განათლების ministris განცხადებაც ალბათ ის იქნება ალბათ კორელირებული მთლიანად პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან და ისინი ალბათ იტყვიან, რომ არავითარი კვალი, ასე ვთქვათ, ექსტრემისტულად განწყობილი აღზრდის მეთოდების მათ არ შეუმჩნევიათ შაჰინის სახელობის სკოლაში, თუმცა მე გეტყვით, რომ კოლექტიური ჭაღალიძეები, ის ადამიანები, რომლებიც იღუპებოდნენ ISIS-ის სახელით სირიაში, სწორედ იმ თაობის ახალგაზრდები არიან, სამწუხაროდ მინდა ვთქვა, სწორედ იმ თაობის ახალგაზრდები არიან, რომელთა უმრავლესობამ გაიარა სწორედ იმ მედრესეებში და იმ სასულიერო სასწავლებლებში განათლება მიიღო, რომლის პროცესშიც მათ გადამზადება, გნებავთ გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობა გაიარეს ეგვიპტეში, იორდანიაში, მიღებულ განათლებასა და შემდეგ ISIS რიგებში მათ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ჭაღალიძეები, კოლექტიური ჭაღალიძეები მე არ მახსოვს ყველას გვარით, ორი სათქო ჩამოგითვლიდით თქვენი შემხედრი კითხვიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არის პირდაპირ იმტკიცებულება იმისა, რომ ჩვენს რიგებში, ჩვენ მოქალაქეებს შორის, ჩვენი შვილების თაობაში, მათ შორის აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თავი გადადეს საბოლოოდ საკუთარი რელიგიური წამსიდან გამომდინარე, რაც თავისი არსით იყო, ვთქვათ, ტერორისტული თუ ექსტრემისტული ხასიათის. დაგიბრუნდებით, მოდით მე დავსვავ კითხვას და უკვე თქვენი პასუხების მიხედვით მივხვდები, ანუ ვისთან უნდა გადავიდე. ბატონმა დიმიტრიმ თქვა თავისი მოსაზრება, მე მივესალმები ბატონ სანდრო ბრეგაძეს, ლევან ხაბეიშვილის, ირაკლი ღლონტს, რომელიმე თქვენგანს თუ გქონიათ აქამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. აქ უკვე სადაო თემა გახდა შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმი და დღის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა სწორედ ის ისწავლება თუ არა რელიგიური ისლამი გიულენის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო კერებში. რომელიმეს თუ გქონიათ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია? მოგესალმებით მაყურებელს, მეც მინდა რომ სამძიმრი დავიწყო, ამ უკანასკნელ დღეებში ასობით ადამიანია დაღუპული, დაწყებული სტამბოლიდან, სადაც 300-მდე ადამიანია უკვე გარდაცვლილი, იგივე ნიცაში დაღუპული.
მოკვლეული ადამიანები მოკლედ უსამძიროებ ამ ოჯახებს მიესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ინგა ამ სასწავლებლის შესახებ რა თქმა უნდა ჩვენ ინფორმაცია ქონია და გვაქვს და ვიცით რომ ეს სასწავლები არის. რაც შეეხება იმ განცხადებას რომელიც გაკეთდა, მე ვფიქრობ რომ ეს უკვე საშიშია, როცა ამბობენ რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს. ქვეყნისთვის საშიში პოლიტიკოსის მხრიდან. რა თქმა უნდა. სანამ ანუ ამ განცხადებას გააკეთებ რომ ჩვენ ქვეყანაში ტერორისტები მზადდებიან და ამ მიმართულებით სხვა სასწავლებლებში იგივე ბათუმში მაგალითად ადამიანებს თურმე რადიკალურ ისლამს ასწავლიან და ამ შემდეგ ანუ გავს განცხადებას სანამ გააკეთებ, ვფიქრობ საკმაოზე მეტი არგუმენტი უნდა იყოს. ეს პირველი მე ვფიქრობ საშიშია და მე არ მგონია რომ იყოს ქვეყნისთვის სასიკეთო, როცა ასეთ განცხადებას თუნდაც პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნითვე აკეთებენ. ეხლა მეორე ამბავი რაც კონსულმა გააკეთა და იგივე კონსულის გარდა სიტყვაზე ქართული პოლიტიკოსებიც ამბობენ და ფაქტობრივად ღიად ადანაშაულებენ საქართველოს რომ აქ ტერორისტები მზადდებიან და ძალიან შოკის მომგვრელია ეხლა ეს ინფორმაცია თუ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე პირველი რაც ესე იგი ასე გააკეთოს ხელისუფლებამ იმ კონსულის განცხადებისთანავე უნდა დაიწყოს გამოძიება. ჯერ ერთი მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებას წარმოდგენა უნდა ქონდეს რას ასწავლიან იქ. ამის არსებობს ქვეყნის ამისთვის არსებობს კონდაზურვა და ასე შემდეგ და ისინი საქმის კურსში უნდა იყვნენ. წესით უნდა იყოს ეს შეთანხმებული ალბათ ყველა და ალბათ იყო კიდეც გავლილი ხო განათლების. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას უნდა ქონდეს მკვეთრი პოზიცია, ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს გამოძიება. თუ ეს რა თქმა უნდა მე კიდევ ეს არის შოკის მომგვრელი ჩემთვის, როცა საქართველოში რაღაც პოლიტიკოსები ამბობენ რომ ტერორისტების გადამზადების ცენტრი არის ბათუმი. ლევან, მადლობა, დაგიბრუნდებით. თქვენ რა სიტყვით ბატონო სანდრო, თქვენ თუ გქონიათ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია? მე დაახლოებით ესეთი ტიპის მცდელობების შესახებ, ჯერ კიდევ შევანაც მმართველობის პერიოდში მქონდა ინფორმაცია, უფრო მეცაც გეტყვით უშუალო შეხება მქონდა. თქვენ გახსოვთ რომ მე აჭარის რეგიონთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა. ამიტომაც არის ახლა ჩემთვის თქვენი პასუხი ძალიან საინტერესო. როდესაც იყო აღორძინების აქტიური წევრი იყო. პრემიერ-მინისტრი, როდესაც იყო ბატონი დემირელი, სხვადასხვა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, მაშინ ბატონმა დემირელმა ეს იყო დაახლოებით თუ არ ვცდები 2000-2001 წელი, თვითონ გაგვაფრთხილა რომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ აქ არ შემოვიდეს გარკვეული ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებმაც შეიძლება დაძაბოს სიტუაცია ქვეყანაში და შეიძლება ჩვენს ქვეყნებს შორისაც. ნუ აქ იგულისხმებოდა რა თქმა უნდა, აქ საუბარი იყო რადიკალურ ისლამზე, იმიტომ რომ თვითონ ბატონი დემირელი გახდა საკმაოდ შორშეტეველი და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ მაშინ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო განეიტრალებული და მაქსიმალურად ხდებოდა პრევენცია იმისა, რომ არ შემოსულიყო თურქეთი იქნებოდა თუ სხვა ქვეყნები იქნებოდა ესეთი ტიპის იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად ხდებოდა ამის აღკვეთა. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება კანონიერი მეთოდებით, ხშირ შემთხვევაში ხალხის მიერ ხდებოდა. ყველაფრის თქმა დღევანდელ ეტაპზე არ შეიძლება, მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადი არის. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ბატონი სააკაშვილი, ხა დღეს გავრცელებული არის ინფორმაცია, რომელსაც ბევრი ადამიანი ადასტურებს, რომ ბატონი გიულენი გახლავთ სააკაშვილის ოჯახის ძალიან ახლო მეგობარი და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობარი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი თურქულ პრესაშიც გაცდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბატონი სააკაშვილის დედას და მას აქვთ ერთობლივი ბიზნესი საგანმანათლებლო სფეროში, ეს უნივერსიტეტზე არის საუბარი. ძალიან მაგარი უნივერსიტეტია. უნდა ვთქვა, მე არაერთ სტუდენტ შევხვედრი ვარ შავი ზღვის უნივერსიტეტზე გაქვთ ხო ალბათ საუბარი და ეს არის აი ერთ-ერთი მაღალი ხარისხის უნივერსიტეტი, ობიექტურები. აქ არ არის უნივერსიტეტის ხარისხზე საუბარი და არც იმას არ უგზავნოს არავინ არავის რომ უნივერსიტეტი იყოს. და სხვა შორის გიულენს თვითონ თურქეთშიც საკმაოდ მაღალი ხარისხის ბევრი რამ აქვს გაკეთებული, მაგრამ დღეს როდესაც ბატონი გიულენი პირდაპირ დადანაშაულებული არის თურქეთის ხელისუფლების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და მას როგორც ტერორისტს ისე მოიხსენიებენ. მე არ მგონია რომ მის მიერ დაარსებული სასწავლებლები საქართველოში სამომავლოდ კარგ გავლენას იქონიებს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. და ეს არ იქნება მარტივი პროცესი. ხო, მაგრამ იგი დადანაშაულებულია ერდოღანის მხრიდან და ამერიკამაც კი გააკეთა სახელმწიფო მდივნის პირით განცხადება, რომ მტკიცებულებების გარეშე ამაზე ლაპარაკი არის წარმოუდგენელი. ერდოღანი გახლავთ პრეზიდენტი, ჯერჯერობით თურქეთის პრეზიდენტი არის
და ამავე დროს თურქეთი გახლავთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი. ანუ თქვენ ამბობთ რომ უნდა დახურონ ყველა ეს კერა მე ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის ახლა დახურვა ან არ დახურვა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ არანაირი სასწავლებლების და არანაირი ესეთი ტიპის დაწესებულებების ფასად არ ღირს ის რომ ჩვენ გავიფუჭოთ კეთილმეზობლური ურთიერთობა თურქეთთან და თურქეთის ხელისუფლებასთან. მადლობა. ირაკლი ღლონთან გადავალ შეკითხვით რეფორმატორების ლიდერი. ირაკლი, თქვენ რა სიტყვით? მოგესალმებით ხალხონიკა, მივესალმებით ჩემს კოლეგებს პოლიტიკური პარტიებიდან. მე მინდა პირველ რიგში გამოვეხმაუროთ ჩვენთვის და ჩემთვისაც ძალიან სამწუხარო ფაქტი ნიცაში ჩვენ თანამოქალაქის გარდაცვალების ფაქტს მიუსამძიმრო მის ოჯახს და მე მინდა ძალიან ხაზგასმით დაგვლიჩნო. როცა საუბარი ოდნავ მაინც სადმე შეეხება რომ საქართველოში სულ მცირე პატარა ტერორისტული კერა არსებობს, ეს არის ჩემი შეფასებით ძალიან არასწორი გაგება და ერთადერთი ვისაც უნდა ვინც პედალირებს ამაზე, ვინც ამით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, ეს არის ვლადიმერ პუტინი. მე მახსენდება მისი განცხადებები რომ თითქოს საქართველოში ტერორიზმის კერაა და მე მინდა უთხრა მას, მის ყველა მხარდაჭერზე, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, საზოგადოებას რომ პირიქით საქართველოს ყოველთვის ებრძოდა, ყოველთვის ებრძვის და ჩვენც როგორც მომავლის ახალგაზრდები, ძალები, რომლებიც ორიენტირებული ვართ ხელისუფლების კადრების ჩანაცვლებაზე, ჩვენც გავაგრძელებთ იმ კურსს, რომელსაც ქვია ანტიტერორისტული ოპერაციების მუშაობა. ქალბატონო ინგა, მე მინდა მოგმართოთ დღეს თხოვნით. მე მზად ვარ ვისაუბრო თურქეთთან დაკავშირებით, ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე, მაგრამ დღეს მაქვს ინფორმაცია ქართულ სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველობასთან დაკავშირებით და გთხოვთ ერთი წუთი დამიფოთ. რა საკვირველია ამ თემებზე ვსაუბრობ ჩვენ, უბრალოდ ესეც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა. თუ კი ჩვენ საფრთხეებზე გვაქვს ხო საუბარი, თურქეთი, რომელიც არის ჩვენი მეზობელი და ყველაფერი რაც ამასთან შეიძლება იყოს ბმაში, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან პირდაპირ კავშირი გვაქვს ამაზე, თუ შეიძლება ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ერთ კონკრეტულ ექსკლუზიური ინფორმაცია მინდა და თქვენი ეთერის საშუალებით მიმართვა მინდა გავავრცელო. მინდა ვისარგებლო ტელეკომპანია პირველის ეთერი და საგანგებო განცხადება გავავრცელო სავარაუდოდ ახალ რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეს წინ მე სოციალური ქსელით გამოვეხმაურე ოკუპირებული გალის რაიონში დაფიქსირებულ ფაქტს. მინდა გაცნობოთ, მინდა საზოგადოება ჩავაყენოთ თქვენი ეთერის საშუალებით საქმის კურსში, რომ თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც გალის რაიონში გაძლიერდა რუსული სამხედრო ძალების შეყვანა. გალის რაიონში განათავსეს ასეულობით მძიმე ტექნიკა, ტანკები და სხვა საშუალებები. დღეს გალში სკოლის შენობებში თავმოყრილია რუსული სამხედრო ტექნიკა და ქუჩაში გადაადგილდება ასეულობით შეიარაღებული და ნიღბიანი სამხედრო მოსამსახურე. დღეს ჩემთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ წინა კვირას ხუთშაბათს ფოთისა და ანაკლიის საზღვაო ზოლის სიახლოვეს უკანონოდ შემოვიდა რუსული სამხედრო ხომალდი, რომელიც ჩემი ინფორმაციის მიხედვით ახლაც იმყოფება ეგრეთ წოდებულ ჩვენს კონტროლებად სივრცეში. მე მსურს თქვენი ეთერის საშუალებით დღეს მიუმართო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, გააკეთონ სპეციალური განცხადება და აგვიხსნან საზოგადოებას, რასთან გვაქვს საქმე. მე მსურს კატეგორიულად მოვითხოვო მათგან ჩვენი ხელისუფლებიდან, ჩვენი ქვეყნის საზღვაო სივრცის განსაკუთრებული კონტროლი და რუსეთის მხრიდან წამოსული მორიგი თავგასულობის ფაქტი. მე არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, მე არ ვფლობ ინფორმაციას რა საფრთხეებთან დაკავშირებითაა საუბარი, მაგრამ როცა საზღვაო ეკვადორიას ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ხომალდი გადმოლახავს და ამაზე ქვეყანაში სდუმს ყველა, ეს მაფიქრებს. მადლობა ირაკლი, მოდით მე ბატონ დიმიტრისთან გადავალ შეკითხვით, შემდეგ ლევანთან და სანდროსთან. ბატონო დიმიტრი, მე შემთხვევით არ გამიხსნია ეს გადაცემა შოიგუს იმ ცნობილი განცხადებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მან გააკეთა, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიძლება აფეთქდეს და სიტუაცია და მაშინ რუსეთი იქნება ადეკვატური. ველოდ თუ არა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს რეგიონში, მსოფლიოში, რომ ჩვენთან შეიძლება იყოს ძალიან ფეთქებად საშიში მართლაც სიტუაცია. და აქვე არის რუსეთი, რომელიც აცხადებს, რომ ადეკვატური იქნება მისი პოლიტიკა. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის ქალბატონო ინგა. დღეს თქვენს 2 საათიან ეთერში ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ძალიან წვრილად და ძალიან მკაფიოდ ისაუბრა იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც გამოწვევა სამწუხაროდ რჩება უმაღლესი სკალის დონეზე საქართველოს წინააღმდეგ. და ეს არა მხოლოდ თურქეთის, სომხეთში, თქვათ ყაზახეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. მე სავსებით ვეთანხმები ახლა ბატონ ირაკლის იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთის მხრიდანაც ვითარდებოდა და მომავალშიც ალბათ განვითარდება თუ ასეთი
უნიათო პოლიტიკის მძევალი უნდა დარჩეს საქართველოს მომავალში 8 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ის პოლიტიკური მთავარი გზავნილი რომელიც ჩვენ საზოგადოებას გაუგზავნეთ უბლოკო სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და ამ პროცესის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვასთან დაკავშირებით ზუსტად იმ პრინციპებით რა პრინციპებითაც ჩვენმა წინაპრებმა 1921 წლის კონსტიტუციაში ეს ყველაფერი ასახეს რა თქმა უნდა ჩვენ გამოვალთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომისის წინაშე პოლიტიკურ კომპრომისს გულისხმობ და ეს კომპრომისი აუცილებლად უნდა განვითარდეს სწორედ რუსეთ-საქართველოს შორის უმაღლესი პოლიტიკური მოლაპარაკებების ფონზე. მანამდე ჩვენ გვჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი შემზადება იმ პროცესისთვის, რომ ჩვენ ეს ყინული დავძრათ მკვდარი წერტილიდან, რომელიც ვერ დაძრა ვერც სააკაშვილის რეჟიმმა და ვერც ქართულმა ოცნებამ. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ სამხედრო პოტენციალის შემცირებისა და დაკნინების თვალსაზრისით გადაიდგა არაერთი მძიმე ნაბიჯი საქართველოსთვის საზიანო და ბოლო ლურსმანი ამ მიმართულებით ჩააჭედა ზუსტად ქალბატონმა თინა ხიდაშელმა, როდესაც ერთპიროვნულად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის დონეზე მან პრაქტიკულად შეამცირა, შეზღუდა ქართულ არმიაში წვევანდელთა გაწვევის პროცესი. რასაც ჩვენ ძალიან მწვავედ ვაფასებთ და მიგვაჩნია რომ ეს არის საბოტაჟი და დივერსია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვატნო დიმიტრი, რაც შეეხება შოიგუს განცხადებას, შოიგუმ გააკეთა განცხადება. მე დაუბრუნდები მე ისევ შოიგუს განცხადებას. ლევან ხაბეიშვილი არ გეთანხმებოდათ, როდესაც საუბრობდით და ვაძლევთ პირდაპირ ეთერში გააკეთეთ განცხადება, ჯონ დიბაღატურის განცხადება მოვიხსენე და მე ვფიქრობ რომ ეს ანტისახელმწიფო განცხადება, როცა ამბობს რომ ფაქტობრივად ტერორისტები მზადებიან საქართველოში, ესე უაპელაციოდ ამის თქმა და თქვენც მე მგონი ამაში დაეთანხმეთ. ხომ არ ვწდები თქვენს პოზიციაში? თქვენს მენა ღალატობთ პატივცემულობა. ანუ თქვენ არ გითქვამთ რომ ტერორისტები მზადებიან საქართველოში? არ ღალატობთ, ან შეგნებულად ვცდილობ რომ გავიგო თქვენი პოზიცია. შეგნებულად ვცდილობთ რომ პროფანაცია მოახდინოთ აი იმ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსისა. მე გეტყვით პირდაპირ რომ მე დავეყრდენი ამ შემთხვევაში საქართველოში თურქეთის გენერალური კონსულის ძალიან სერიოზულ განცხადებას პიროვნებისა, რომელიც არის ოფიციალური პირი საქართველოში, რომელიც ღიად აცხადებს ყოველგვარი ქარაგმებისა და ასე ვთქვათ გვერდით შემოვლების გარეშე, რომ საქართველოში ფათულა გიულენის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო კერები შეიცავს ძალიან დიდ რისკებს გამომდინარე იქიდან, რომ იქ ტერორისტული სულისკვეთებით ხდება ეს არის აუცილებლად შემაშფოთებელი და საგანგაშო განცხადება და სისხლის სამართლის საქმის დაწყების, გამოძიების დაწყების საფუძველი. აი ეს არის ჩემი განცხადება და ამ განცხადებიდან გამომდინარე მე ვრჩები ჩემს პოზიციას. მადლობა ბატონო დიმიტრი, ლევან გისმენთ. გამოძიებასთან დაკავშირებით ცალსახაა რომ როცა ამთან ასეთ თანამდებობის პირი მსგავს განცხადებას აკეთებს, გამოძიება უცოტა დაიწყოს. უბრალოდ პირდაპირ ეთერში იმის თქმა რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს და არის საფრთხე რომ ტერორისტები მზადდება საქართველოში, მე არ მიმაჩნია სახელმწიფოებრივ განცხადებად. ამ განცხადებიდან პრეტენზიით თქვენ უნდა მიმართოთ თურქეთის გენერალურ კონსულს საქართველოში. მე ვთქვი რომ გამოძიება საჭირო ამაზე მიზეზ დოს მარილი აკლია და თქვენ მაინც და მაინც რაღაცა გებათ რომ სტუდიაში მე და თქვენ შორის გავითამაშოთ რა ასე ვთქვათ დრამატული სცენა, ეს არ მოხდება იმიტომ რომ ნებისმიერი განცხადება თურქეთთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან მოზომილი, ძალიან მოზომილი უნდა იყოს თქვენი განცხადება, როცა ამოთრო საქართველოს შეიძლება ტერორისტებს ამზადებენ. ეს არის საკითხი, რომელიც შეეხება ჩვენს მეზობელს და მით უმეტეს, როცა ოფიციოზი თურქეთის აკეთებს ასეთ განცხადებებს, ჩვენ მით უფრო უნდა ვიყოთ მადლობა ბატონო დიმიტრი, ლევანს მივცეთ საშუალება გამოსვლას. უნდა იყოს პოლიტიკოსების განცხადებად, მაშინაც როცა ისინი თუნდაც ასე ვთქვათ უშვებენ რომ შეიძლება ტერორისტები მზადდებოდნენ. კიდევ ამბობ ეს არის თქვენ მე მეთანხმებით და ერთადერთი უკაცრავად დამასრულებინეთ რა. თქვენ ისაუბრეთ და მე არ შეგეჭერე. ლევან გისმენთ. ხო, ერთადერთი ვინც ანუ ამ საკითხზე საუბრობს, არის ჩვენი ბრჭყალებში კეთილი მეზობელი, რომელიც ხშირად იმეორებს ხოლმე ამას, რომ შეიძლება საქართველოში იყოს გავსი კერები და ეს შეიძლება შედიოდეს ჩვენი ქვეყნის ტრის ინტერესებში, რომ ჩვენ ვიძახოთ ქვეყნის შიგნითაც კი, რომ თურმე საქართველოში მზადდება ტერორისტები. კიდევ ამბობ, მისი განცხადება, იგივე კონსულის განცხადება, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და სწრაფად სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ, ასე ვთქვათ, განცხადებას. რაც შეეხება ჯონ დიბაღატურიას განცხადებას და თქვენს განცხადებას, თუნდაც რომ უშვეთ, რომ შეიძლება ტერორისტული კერა. რა თქმა უნდა, მე უნდა დაუშვო, მე ვალდებული ვარ, რომ დაუშვო მსგავსი და თუკი ასეთ განცხადებას აკეთებს თურქეთის ოფიციალი. კარგით, მე დაუბრუნდები
ვუბრუნდები ლევანს და დიმიტრის. სანდროსთან მინდა გადავიდე შეკითხვით. ერთი არის ეს თემა, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, მაგრამ მთლიანობაში ერთი კონტექსტია. რა საფრთხეების წინაშე ვართ ჩვენ? როცა ვისმენთ იგივე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ასეთ განცხადებას, როცა ვხედავთ რა ხდება ჩვენს ბატონ ლევან შეეკითხეთ ერთი თუ შეიძლება რა ჭაღალიძეების ისტორია თუ იცის მან და ის თუ იცის სად მიიღეს მათ განათლება და გაცვლით პროგრამაში ვისგან მიიღეს სად მიიღეს არიან თუ არა ეს ადამიანები ტერორისტები იყვნენ თუ არა ტერორისტები კიდევ აგზელებთ ხას უკმნიდნენ და უკმნიდნენ თუ არა ეხლა თქვენ უმაწყვეტინებთ კიდევ აგზელებთ ხას თქვენი გონიეთ კულტურა და მე უმაწყვეტინებთ კარგეთ დავასრულე და მე დაამთავრეთ თქვენ სანდრო თუ თქვენთვის ცნობილი ამ ადამიანების შესახებ, მაშინ ისიც უნდა იყოს ცნობილი, სად მიიღეს მათ განათლება. სად მიიღეს, დიმიტრი, გითხარით. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სწორედ იორდანიაში, სწორედ ეგვიპტეში და მას შემდეგ რაც გადამზადდნენ, გაემართნენ ტერორისტული მისიის გაცვლითი პროგრამა ვისი იყო? ვისი გაცვლითი პროგრამით წავიდა? სწორედ იმ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელსაც საეჭვოდ მიიჩნევს გენერალური კონსული თურქეთისა. ეს არის მტკიცებულება. კარგი, ძალიან სერიოზული განცხადებები კეთდება ეთერში. სანდრო, რამდენად დგას ჩვენი ქვეყანა საფრთხის ქვეშ? აი, თუნდაც აქედან გამომდინარე, რაზეც აქ ჩვენ ვსაუბრობთ. თქვენ ალბათ ახლა მაგვირდებით, რომ მე ძალიან ფრთხილი ვარ შეფასებებში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი თუ რა იმხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ ჩვენ დღეს. ჩვენ მე არ მინდა ახლა რაღაც პანიკური შიში გამოვიწვიო და თქვათ რაღაც ესეთი რამ დაუნერგო მოსახლეობაში, მაგრამ ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მართლაც გვიახლოვდება შავი ღრუბელი, რომელი შავი ღრუბელის აცილება შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების, განსაკუთრებით დიპლომატიური, ქართული დიპლომატიური კორპუსის ფილიგრანული პოლიტიკის წარმოების შედეგად. აი უფრო კონკრეტულად რომ პოლიტიკასაც მე ვერ ხედავ და შემიძლია ერთი რამ თქვა, როდესაც თურქეთში ხდებოდა გადატრიალების მცდელობა, როდესაც დაიწყო და ჩვენ საზღვრებთან რაღაც ისეთი ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა. უბრალოდ წარმოვიდგინეთ ჩემთვის თუ ვის ხელში ვიყავით ამ საფრთხის წინაშე და წარმოვიდგინე რომ ეს არის მარგველაშვილი და ეს არის თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი და მე მაშინ მივხვდი რომ თუ რა საცოდავ და უბადრუგ დღეში არის ჩემი ქვეყანა, რადგანაც ეს ორი კომიკური ფიგურა იდგა ამ დიდი საფრთხის წინაშე, რომელიცაც რა თქმა უნდა ისინი ვერ აგვაცილებდნენ და პირველები ისინი დაიბნეოდნენ როგორც ბრინჯი. ამიტომ არის საჭირო სწორედ რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში მოსახლეობამ გააკეთოს სწორი არჩევანი, სწორი აქცენტები და ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ადამიანები და ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც გააჩნიათ პასუხისმგებლობა. რომელი პოლიტიკური ჯგუფიც მაგალითად თქვენ ხართ თამაზ მეჭიაურის პოზიცია ცნობილი არის საგარეო მიმართულებით, ანუ ამას გულისხმობთ არაჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და დაალაგებული ურთიერთობები რუსეთთან. სერიოზული პოლიტიკოსები უნდა მოვიდნენ და არა მეტიჩი არა მატრაკვეცა ვაჟები თუ ქალბატონები, რომლებიც თავდაცვის უწყებას ჩაიბარებენ ხაში. ეს არის სასაცილო კომიკური, მაგრამ ამავე დროს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რადგანაც კი ბატონო. ეხლა მარგველაშვილი და ხიდაშელი მართლაც შიშის მონგრელი იყო ჩემთვის თუ ის ხელში იყო ჩემი ქვეყანა უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვის მინისტრი და მცირე განმარტება ძანეთ ირაკლი და რეკლამა შემდეგ. აი ამ პროცესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბატონ დიმიტრის არ უთქვია არსად რომ აქ ტერორისტების გადამზადება ხდება და ჩვენ მართლაც არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა ვილაპარაკოთ საქართველოში იმის შესახებ, რომ საქართველოში თითქოს და ტერორისტების გადამზადება ხდება, მაგრამ ამავე დროს მე მინდა დელიკატურად ჭაღალიძე არა ჭაღალიძეების ამავე მეც ვიცი და ჭაღალიძეებმა მართლაც მიიღეს მაგის თქმა მინდა არა ეს ჭაღალიძე ბატონ დიმიტრის რომ არ ეთქვა ისედაც ყველა მიცის ეს არ გახდათ ადამიანი თუ გახსოვთ ცნობილი ვიდეო მიმართვიდან რომელიც საქართველოსაც ემუქრებოდა და პირდაპირ ამბობდა რომ აჭარა ეს არ არის საქართველო და უნდა იყოს აჭარის მუსულმანური ვილაიეთი ამის გამო შეიძლება გამოვაცხოთ რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ არა მე ერთუდი ძალიან დიდ ბოდიშს ამის გამო შეიძლება რომ ეს თქვა ძალიან დიდ ბოდიშს მოგიგება ეს უკვე დემაგოგიას ემსგავსება თქვენი მხრიდან იმიტომ რომ არცად არ მithქვია არც მე და არც ბატონ დიმიტრის ხო საფრთხე დაიწყო იმ კაცმა რომელსაც თქვენი პარტიის ლიდერი ძალიან ახლოს იცნობოდა და ეთაყვანებოდა ეს იყო მიხეილ სააკაშვილი როდესაც ბოდიში ამ სიტყვას და უპრაკუნოდ დაიწყო საქართველოს მოქალაქეობის გაცემა თურქეთის მოქალაქეებზე და 3000 თუ 4000 ადამიანს აი პირდაპირ ესე მიანიჭა საქართველოს სანდრო მოდით ირაკლისთან გადავალ მე გავიხსენოთ ეს ამბები უკვე რეკლამის შემდეგ ფართოდ გავშალოთ ეს თემა და ცოტა ჩემს ეჭვებზეც მინდა გაგიზიარო და საზოგადოებას გაუზიარო მოსაზრება თლად ისე არ ვფიქრობ როგორც ჩემი კოლეგები არ ვიზიარებ მოსაზრებას და
პირიქით მე მგონია მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა მე პირადადაც ვიცნობ თურქეთის ელჩს საქართველოში მე მინდა ვთქვა რომ პირიქით უმჯობესი იქნებოდა თუ ისინი ოპერატიულ მასალას ოპერატიულად ითანამშრომლებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ბრიფინგებით არის საუბრობდნენ იმაზე რომელიც ჩვენ სახელმწიფოსაც გარკვეულ კითხვებს ნიშნებს ახენებს მაგრამ იგა მე რა მინდა იცით გითხრათ დღევანდელი თურქეთის ხელისუფლება რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვსემ რა თქმა უნდა დემოკრატიული ხელისუფლება მე მათთან სიამოვნებით ვიქნებოდი პარტნიორულ ურთიერთობაში მაგრამ აქვე მინდა ხაზი გაუსვა გიულენის მიმართ იმდენად დიდი აგრესია ანტაგონისტური და ზიზღი არსებობს ერდოღანის ხელისუფლების მიერ წარმოიდგინეთ დააკვირდით რა სიტუაციაში მიიყვანეს თურქულ-ამერიკული ურთიერთობები მოდი ხალხო ცოტა ამაზეც დავფიქრდეთ გიულენის მე არ მჯერა პირდაპირ გეტყვით მიუხედავად იმისა რომ ჩემი კოლეგების ბატონი დიმიტრის მოსაზრებას ვიზიარებ რომ პროკურატურა იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ეს აუცილებელია მე არ მჯერა იგა მე ვერ დავჯერებ რომ ბათუმში სასწავლებლებს რომელიც შეიძლება აფინანსებდეს გიულენი ტერორისტული იდეოლოგიები იხილებოდეს ეს არის სისულელე ამზადებენ საქართველოში ბატონო დიმიტრის იმაში შეთანხმები რომ ტერორისტებს ამზადებენ საქართველოში ლევან მე დიმიტრის რაში ვეთანხმები ამას ნებისმიერ დროს შემიძლია გიპასუხო თუ შეიძლება კითხვა და რომ იპასუხო დავამთავრებ თუ შეიძლება და შემეკითხეთ იგა მე მინდა გითხრათ რა დააკვირდით რა ხდება მე თქვენ ვინმეს გონიადან თუნდაც იგივე თურქეთის ელჩს გონია რომ ის სამხედრო მოხები რომლებიც გამოვიდნენ და ეცადნენ რომ სისხლი არ დაეღვარათ მაქსიმალურად შეესადნენ მათ თურქეთი არ უყვართ თქვენ ვინმეს გონიათ რომ ირაკლი მე ძალიან კომიკურად მეჩვენება ჩვენი ან თქვენი მისამართით კი არ ვამბობ ზოგადად შიდა თურქულ სიტუაციაზე ჩვენ აქ დავსხდეთ და განვიხილოთ მე ამბოხების გეგმე რაღაცა ნაცრის ქექვას ემსგავსება ხოლმე პოლიტოლოგების პოლიტიკოსების შიდა სიტუაციაზე ლაპარაკი თურქეთზე მე ვსვამ კითხვას ჩვენს ქვეყანას ემუქრება თუ არა ამ ყველაფრიდან გამომდინარე საფრთხეთო რეხა ჩვენ რომ დავждდეთ და აი გიულენი მართალია თუ ერდოღანი მტყუარი ძალიან სასაცილოა იგ არა უბრალოდ მე რას ვეხები იცით ჩვენ შეგვეხო ეხა ელჩის განცხადება ქართულ ინტერესებს შეეწინააღმდეგა იმიტომ რომ ამბობს სადამე რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხდება ტერორისტების მომზადება ეს პირდაპირ უთხოვს ჩვენ ინტერესებს პირველი მეორე რა მინდა გითხრათ ეს მომეტებული თქვა ტერორისტული აქტები მსოფლიოს მასშტაბით თურქეთში მიმდინარე ჯერ კიდევ მე მინდა ხაზი გაუსვა და თავად ნახავთ თქვენ საზოგადოება ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროცესი მე მგონი არ დასრულდება იმიტომ რომ სამხედროების მიმართ არსებობს უდიდესი პატივისცემა თურქი ხალხი ძალიან აფასებს სამხედროებს და რადგან სამხედროები არიან იმ სეკულარული სახელმწიფოს წარმომადგენლები რომლებიც იცავენ ბოლომდე იცავენ ათათურქის ანდერს და ანდერს იცავს არა მარტო სამხედროები თლიანად მოსახლეობა იგა თუ შეიძლება ერთს ვიტყვი მე არ მომწონს უკვე მე არ მომწონს მე პატივისცემა მაგრამ აღარ მომწონს ერდოღანის პოლიტიკა რომელიც რა თქმა უნდა ცუდ დაგიქვება ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ჩვენი მეზობელია მაგრამ ირაკლი მაგრამ პასუხიო გამცესო ლევანი ამბობს კითხვა რაც დაგისვა იმის მიქთრაზა უპასუხებ დიახ ლევან ანუ ჯონდი ბაღათურიას განცხადება იყო რომ ფაქტობრივად ღია თქვა რომ ანუ ეს სასწავლებლები ამზადებენ ტერორისტებს ბატონო დიმიტრიმ კითხვა რომ ეს არ მithქვამსო მაგრამ მე არგუმენტიც მოიყვანა რომ კიო საქართველოში მომზადდენო და არის საფრთხე რომ მზადდებიან ტერორისტებიო და რამდენად ეთანხმები ამ ლევან შენ მე ვიცნობ და როგორ ფიქრობ ეხა ბატონი ჯონდი ბაღათურიას მიერ გაჟღერებულ პოზიციას თან რაც ვილაპარაკე ამ შემდეგ ვეთანხმები საზოგადოებას მინდა უკრაინაში არა რა თქმა უნდა საქართველოში არ არსებობს ტერორისტული ცენტრები საქართველო პირიქით ჩართულია მსოფლიო მასშტაბით და ჩვენ მე ვიცი შემიძლია მინდა რომ საზოგადოებამ გაიგოს ბატონი ჯორდისგან განსხვავებით დიმალო ფიფაიძეზე შეგვიძლია ბატონ დიმაზე გითხრათ რომ მე ამ ადამიანისგან მიუხედავად იმისა რომ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები გვაქვს განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით ამ კაცისგან მე წლების მანძილზე უყურებდი და ვიცნობდი ანტისახელმწიფოებრივი არასოდეს არ მომისმენია კარგი ერთი კითხვა უნდა დავსვა არ ვიცი არსებობს თუ არა კარგი და ცუდი კითხვები და რეკლამაზე უნდა გავიდე ერთი არის როცა ჩვენ საუბრობთ რომ ამაზე ლაპარაკი არის ლევან ანტისახელმწიფოებრივი მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ უკვე გაიჟღერა კონსულის ნათქვამში მესამე რომ უკვე გაიჟღერა ხელისუფლების ნათქვამში რომ თუ საჭიროა უნდა იყოს გამოძიება